важная вещь. И в машине, когда мы ехали, и в отделе различными сотрудниками полиции, в том числе следователями, было сказано, что произошедшее со мной результат моего участия в митинге. И это наказание за то, что я их посещал. Меня посадили в машину. После этого сотрудниками полиции у меня была отобрана куртка. Если суд это интересует, я могу опознать конкретного сотрудника полиции, который мне эту куртку отобрал. Этот же сотрудник полиции в карман этой куртки положил сверток с наркотическим веществом. Препятствовать этому у меня возможности не было. Поскольку второй сотрудник, находящийся в машине, угрожал мне тем, прямая цитата, что мне въебет, если я продолжу смотреть на эту куртку и то, что он делает. Это прямая цитата. Только после того, как они закончили подкладывать наркотики и заставили меня надеть куртку этого, начался официальный обыск при присутствии следователя, переводчика, которые сели позже. Ну, потом были еще нарушения. Ехали в отдел, мне тоже угрожали физическим насилием. Мне запрещали осматриваться, то есть двигать головой. Угрожали физическим насилием, если я пытался проконтролировать, что они делают с моими вещами, что они делают с моей курткой и что происходит с Анастасией в соседней машине. Думаю, что я не могу себе представить большего преступления, чем то, которое они совершили. Я честно скажу вам, что я считаю, что это позор для целой страны. Руки мои карманы, осматривали мои вещи, то есть меня трогали мужчины. Также я считаю, что жест потрогать себя за бак с соответствующей угрозой в этот момент. Извините, пожалуйста, кто трогал себя за бак? Какой-то мужчина, который трогал себя. Со словами, что если я пошевелюсь, он окажет меня этим местом. არანაირი კავშირი ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვასა და მათ პოლიტიკურ აქტივობას შორის არ არის. მოცემულ შემთხვევაში საქმის საქმეზე ინფორმაციული პატაკი გახლავთ, შემდეგი შინაარსის, რომ ისინი სისტემატურად იძენენ, ინახავენ და ასაღებენ ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული ინფორმაციის რეალიზების მიზნით საგამოძიებო ჯგუფმა ჩაუტარა მათ პირადი ჩხრეკები, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებული იქნა ასევე ელექტროსასწორი და სხვადასხვა პაკეტები. ელექტროსასწორზე აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების კვალი, რაც მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ისინი ხშირად იყენებდნენ ელექტროსასწორს, წონიდნენ და აფასოებდნენ. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა მესაკუთრის მონაწილეობით. ასევე ვიდეოზე იქნა აღნიშნული გადაღებული და საცხოვრებელი სახლის კარი გაუგო სახლის მესაკუთრე, რომელიც დაესწრო საგამოძიებო მოქმედებას და დაადასტურა ხელმოწერით აღნიშნული. ასევე რაც შეეხება საქმის საქმეზე სხვა მტკიცებულების, რომელიც მათ მხრიდან გასაღების ფაქტს დაადასტურებს, მოცემულ შემთხვევაში განჩინებით გამოთხოვილი გვაქვს ვითხოვთ საბანკო დაწესებული უნდა გადარიცხვის ისტორიას, ასევე საქმის საქმეზე მათ ტელეფონების დანიშნული ექსპერტიზა, რომ შესაძლებელია იყოს რამე ამ მიმართულებით. ანუ ამ მიმართულებით ძიება გრძელდება, გამოძიება გრძელდება. სწორედ ამიტომ ვინაიდან არ იყო დასაბუთებული ვარაუდი სტანდარტი, რომ მათ გასაღებით მიუდავებოდით, შესაბამისად წაუყენა მხოლოდ შეძენის შენახვა, თუმცა ის ფაქტები, რაც გითხარით, ვინაიდან მიუთითებდა შემდგომ მიზანს აღნიშნულისას, სწორედ ბრალში უბრალოდ ფორმულირებაში მოხდა ამის ასახვა. ამოვიდა თუ არა გენეტიკური ინფორმაცია, პირადი დანიშნულია შესაბამის მასალაზე ბიოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა ჯერ არ მივიღია ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხი. რის შედეგად ამოღებულზე, როგორც პირადზე თუ სახლზე? როგორც სახლზე, ასევე პირადზე. ყველაზე აბსოლუტურად შესაფუთი მასალა, რაც ნარკოტიკული საშუალებები იყო მოთავსებული, გაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. დაცვის მხარე ამბობს, რომ არსებობს სუპერმარკეტის კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პირადი ჩხრეკა. ამ შემთხვევაში როგორ დაინტერესდა პროკურატურა, რომ თავად წარმოედგინა ეს ინფორმაცია. ეხლავე თავად ბრალდებულებიც ამბობენ, რომ მათი ჩხრეკა ჩატარდა ავტომობილში, ეს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეო ჩანაწერში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებში დასახულია. შესაბამისად, ვიდეო ჩანაწერზე ჩანდეს საგამოძიებო მოქმედება, ეს არის გამორიცხული. ჩხრეკის და დაკავების ყოფი, ძალიან ბევრი დეტალი არის მითითებული ხოლმე. ამის დადარება მაინც მოხდებოდა, ხო, იმიტომ რომ მხარე შეზღუდული არის ამ მტკიცეს მისი უდანაშაულობა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებად ასევე დაეწნა ნეიტრალური პირები, როგორც გახდა თარჯიმნები და ისინი მიცემენ სასამართლოში განმარტებებს, გამოკითხულებიც არიან ისინი, ასევე თითოეულ პოლიციელზე შეკითხვის დასმის საშუალება და უფლება არა მხოლოდ ადვოკატებს ექნებათ, არამედ ბრალდებულებსაც